MIT-მ დადო კვლევა, რომლის მიხედვითაც ChatGPT-ს გამოყენება ყოველდღიურად დიდი ხნით ისე რომ თან აბსოლუტურად ყველა საქმე მას შეასრულებინო, იწვევს სხვადასხვა ინტელექტუალურ პრობლემებს, მათ შორის ზოგადად კრეატიულობის შემცირებას, ლოგიკური აზროვნების და კრიტიკული აზროვნების უნარების დეგრადაციას და კიდევ სხვა და სხვა მიმართულებებით, მათ შორის რამდენიმე ასე ვთქვათ ნეირომეცნიერი იმას ამბობს, რომ ტვინის ზომის შემცირებასაც იწვევსო. ხო, ზოგადად ძნელია ამაზე რაღაცა კომენტარი გააკეთო, მაგრამ ვაპირებ ვრცელი ვიდეოს მომზადებას ამასთან დაკავშირებით, სადაც ასევე ვიტყვი, როგორ უნდა გამოვიყენოთ სწორად ChatGPT იმისთვის, რომ თან სწავლა, კრეატიულობა და ყველაფერი ასე ვთქვათ შევინარჩუნოთ და თან დაგვეხმაროს ყველაფერში. მაგრამ ამის მიუხედავად მე მაინტერესებს, სანამ ამ ვიდეოს გამოვაქვეყნებ, თქვენი აზრი, ეს ვრცელი ვიდეო იქნება და აი მაგამდე თქვენი აზრი მაინტერესებს, თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ მოქმედებს თქვენზე, აი რაღაცას თუ აკეთებინებთ, რაღაცას თუ აწერინებთ, აი ასეთ სიტუაციებში თქვენ თვლით, რომ იმ რაღაცაზე რომ თქვენ თვითონ დაგიხარჯათ დრო, უფრო გაგივარჯიშდებოდათ გონება და შესაბამისად შედეგად იღებთ იმ შედეგს, რომ რადგან არ დაგიხარჯავთ დრო და ენერგია, ამის გამო თქვენი გონება უფრო ასე ვთქვათ მართლა განიცდის თუ არა დეგრადაციას. აი ეს მაინტერესებს თქვენი აზრი კომენტარებში რომ მითხრათ, საგამ ჩემს ვრცელ ვიდეოს გამოვაქვეყნებ ამასთან დაკავშირებით.